მოგესალმებით ყველას. ამ გაკვეთილში მინდა გესაუბროთ თუ როგორ ხდება 3D განზომილებაში წყლის ეფექტის შექმნა. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება პროგრამა Cinema 4D. ეს ჩვენი პროგრამა. როგორც ხედავთ, ჩვენი პროგრამაც გაიხსნა. მას აქვს საკმაოდ დახვეწილი ინტერფეისი, აგერ აქვს საკმაოდ ადვილად გასაგები ინსტრუმენტების ზოლი, მისი საშუალებითაც ჩვენ საკმაოდ ადვილად შეგვიძლია გავაკეთოთ 3D განზომილებაში ნახაზების შექმნა, ფიგურების აგება და ასე შემდეგ. როგორც ხედავთ, მისი მთავარი მენიუ არის საკმაოდ ადვილად გასაგები, შეგვიძლია შენახვა სხვადასხვა ფორმატით, ამ ფანჯრის დახურვა, ახალი ფანჯრის გახსნა და ასე შემდეგ. ეფექტების მიცემა, ჩაწერა, ვიდეოის ათვლა და სხვადასხვა რა. ჩვენ ამ შემთხვევაში რახან ვქმნით წყლის ეფექტს, ამისთვის დაგვჭირდება ეს პატარა კუბის ფორმის მენიუს შესვლა. როგორც ხედავთ, გამოიხსნა მისი მენიუ, აქ არის სხვადასხვა ფორმის ფიგურები, ის საშუალებითაც ჩვენ სხვადასხვა ეფექტებს ვქმნით. დღეს ჩვენ დაგვჭირდება plain არჩევა პლეინის. როგორც ხედავთ, ეს არის ჩვენი სამუშაო მაგიდა. აი ჩვენ რასაც აქედან გავაკეთეთ, ყველაფერი ავტომატურად ჩაჯდება აქ თანმიმდევრობით. აი აქ ჩაჯდა სწორედ ჩვენი შექმნილი პლეინი, ამის ზედაპირი და ეხლა ჩვენ აი აქ არის ჩვენი შექმნილი პლეინის მენიუ. აი ამ მენიუს საშუალებით ჩვენ მისი ზომების, ფორმის, სიდიდის, სისქის შეცვლა შეგვიძლია. ჩვენ გვჭირდება ამ შემთხვევაში object და რომ გავზარდოთ მისი ზომა. დავაყენოთ 600 მეტრს, ჩვეულებრივად დავკრიფოთ 600 მეტრი კლავიატურაზე. აი როგორც ხედავთ, გაიზარდა, იგივენაირად გავზარდოთ სიგანეც. აი როგორც ხედავთ, გაიზარდა მისი სიგრძე და სიგანე. ეხლა რომ მივცეთ მას წყლის ფერი, ამისთვის დაგვჭირდება ჩვენ შევიდეთ ფაილში. მის საშუალებითაც ჩვენ გავხსნით new materials, ავჭერთ new materials. ასევე კლავიატურას კომბინაციით Ctrl და I შეგვიძლია იგივეს გაკეთოთ. აი როგორც ხედავთ, გამოჩნდა პატარა ბურთულა, აგებალის ჩვენი შექმნილი მატერიალის მენიუ, მის საშუალებითაც ჩვენ მის ფერებს ვაყენებთ, ასევე ჩრდილებს, განათებას და ასე შემდეგ. ჩვენ უბრალოდ აი ამ მატერიალზე ვკლიკავთ მაუსით, აი როგორც ხედავთ, გაიხსნა მისი თავარი მენიუ და აი აქ პატარა მკრთალი მარტკუთხედის ფორმის ვაკლიკავთ და ხედავთ რომ გაჩნდება მისი ფერების დასაყენებელი და აქედან ვირჩევთ ჩვენ მოცის ფერს, რადგან ჩვენ წყლის ფერი გვჭირდება. აი როგორც ხედავთ, შეიქმნა და უფრო რეალური რომ იყოს ეს წყლის ფერი, ამისთვის ჩვენ ვნიშნავთ reflection. აი როგორც ხედავთ, reflection ვნიშნით, მაგრამ მას სულ დაკარგა ეს ცისფერი, ამიტომ ჩვენ გვჭირდება რომ ეს 100% რაც ამ reflection-ის არის, შევამციროთ 40-30%-ზე, რომ წყლის ფერი დაუბრუნდეს რაღაც დოზით. ავიღოთ მაგალითად 40%. აი როგორც ხედავთ, მან მიიღო შედარებით უფრო რეალური წყლის ფერი. ეხლა ჩვენ ეს წყლის შექმნილი მატერიალი ჩავსვათ აი ამ პლეინში. უბრალოდ მოვნიშნოთ მაუსით და ჩავსვათ პლეინში. აი როგორც ხედავთ, მან მიიღო მოლურჯო ამ წყლის ფერი. ეხლა ჩვენ გვჭირდება რომ მას მივცეთ ეფექტი წყლის. ამისთვის აუცილებელია შევიდეთ აი აქ. აი გადმოიხსნება სხვადასხვა ეფექტის გასააკეთებელი. ნუ ჩვენ ამ შემთხვევაში გვჭირდება ფორმულა. აი როგორც ხედავთ, ეხლა ამ ფორმულა ჩაჯდა აი ამ ჩვენს სამუშაო მაგიდაზე და ეს ფორმულა მოვიდეთ ხელიანი მაუსით და ჩამოვიტანოთ ქვემოთ, თუმცა ის არის უნდა გაიგეთოს სამხრეთის მიმართულებით, რომ ჩაჯდეს ჩვენს პლეინში. აი ეს. როგორც ხედავთ, მან მიიღო წყლის ფორმა. ეხლა ჩვენ ვარეგულირებთ მის ზომას. წყლის ეფექტის, როგორც ხედავთ, ვარეგულირებთ მის ზომას.
შეგვიძლია სხვადასხვა მიმართულებით გადავაადგილოთ. რომ უფრო კარგად მიიღოს მან უფრო მეტად დაემს გავსოს ეს ხალხს, ამისთვის 4-ვე მხარეს, ან დარჩენის 3-ვე მხარეს იგივე გზით გავაკეთოთ იგივე ფორმულის ეფექტი. ეს ყველაზე მარტივი გზა წყლის შექმნის. ცინა 4-ში. ეს წყლის შექმნის. აი როგორც ხედავთ, ბოლო კუთხე გადარჩა. აი ამის საშუალებით შეგვიძლია რომ ჩვენს მიერ შექმნილი წყლის ეფექტი ვნახოთ საბოლოოდ. საბოლოო სახით, აი როგორც ხედავთ, ის გამოიყურება. ეხლა ქვემოთ არის მოცემული აი ეს ზოლი არის დროის. ანუ ამის საშუალებით დრო აითვლება ნულიდან 90-მდე, მაგრამ ის მუდმივად იწყებს წრებრუნვას. ანუ ის არასდროს არ ჩერდება, სანამ ჩვენ თუ არ გავაჩერეთ. აქ აქვს მას გადახვევა, გადმოხვევა, ანუ ნელი რეჟიმით, ასევე სწრაფი რეჟიმით, ასევე კონვერტირება და ასე შემდეგ. ნუ ჩვენ გვჭირდება უბრალოდ გაშვება. ვიცით, აი როგორც ხედავთ, ჩვენი წყლის ეფექტი გაეშვა და ის ასე გამოიყურება. ანუ ამის საშუალებით ის რების ორის საშუალებით შეგვიძლია ის სხვადასხვა რაკურსით ვაჩვენოთ. აი როგორც ხედავთ, აი ეს გამოიყენება ჩვენი წყლის ეფექტი. ასევე შეგვიძლია გადავიწყოთ გადმომწვევით კამერა, ავწიოთ დავწიოთ ყველა მიმართულებით. აი ეს. სულ ეს იყო. ნუ და აი ამ ბოლო აი ამ საშუალებით შეგვიძლია ის ჩავწეროთ აი ეს მეგაპიქსელები შეგვიძლია შევწვალოთ, დავაყენოთ HD-ში, ასევე შეგვიძლია AV ფორმატი მივცეთ, სტანდარტული გაფართოება 16:9-ზე HD-ს გაფართოება სტანდარტული არის 4:3-ის, ასევე შეგვიძლია მივცეთ ვაიდის ზონა, ასევე შეგვიძლია მივცეთ მას ხარისხები. ნუ ამ ყველაფრის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მისი შენახვას ნებისმიერ ფორმატში. სულ ეს იყო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.